ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეიმედს სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრები ჰყავს. განახლებულმა შემადგენლობამ საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ჩიხლაძე აირჩია, მის მოადგილედ კი ნათია სონღულაშვილი. 25 თებერვლიდან საბჭოში მხოლოდ ერთი წევრი მაკა ლომიძე იყო დარჩენილი. ბრიტანეთის სანქციიდან მეორე დღეს ირაკლი რუხაძემ და ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებმა რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით მიმართეს. შუახევის მერიაში 12 პირის სრული განაკვეთით ორ პოზიციაზეა დასაქმებული. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით აჭარა ტაიმსი ავრცელებს. აუდიტის მიხედვით მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში არ მიმდინარეობს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა და არც სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების ტაბელები იწარმოება. ხელფასები მხოლოდ საშტატო განრიგის საფუძველზე ირიცხება. ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს უნგრეთის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც არ იქნება პუტინის მოკავშირე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნგრეთის მოქმედი ხელისუფლება საკუთარ საზოგადოებაში ანტიუკრაინულ განწყობებს ავრცელებს. ირანის ახალი უზენაესი ლიდერი საჯაროდ ისევ არ ჩნდება, თუმცა ირანელი მაღალჩინოსნები ყოველდღიურად ირწმუნებიან, რომ მოჯტაბა ხამენეი ჯამრთელადაა. საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არახჩის განცხადებით, ალი ხამენეის მემკვიდრეს საფრთხე არ ემუქრება. მოვისმინე, რომ მოჯტაბა ხამენეი ცოცხალი აღარ არის, თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც გონივრული თავისი ქვეყნისთვის. და ეს არის დანებება, თქვა დონალდ ტრამპი.